მანგანუმის 8 ღია კარიერი და დაცლის პირას მყოფი სოფელი. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას 10 წელია უშედეგოდ ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ღია კარიერები ეკოლოგიაზე გავლენას ახდენს. მათივე თქმით, დაბინძურებულია სასმელი წყალი და ხშირია ინტოქსიკაციის შემთხვევა. რგანელები ღია კარიერის რეკულტივაციასა და მასზე ნერგების დარგვას ითხოვენ. საშინლად ბინძურდება ჰაერი, რომ თავი რო დავარნებოთ ახლა დისკომფორტზე, აღარ ვლაპარაკობთ, რასაც ხმაური ქმნის და ყოველდღიურად ტექნიკის გადაადგილება, შედეგად ჩანაგდება ბუნება და რჩება უზარმაზარი ორმოები და მასში წყლის წყალიც, აი წვიმის წყალიც ჩამდგარი კი უკვე სახიფათოა სიცოცხლისათვის. ხა ამით გავლა აღარ შეიძლება. ბავშვებისათვის საშიშია და სკოლისკენ მიმავალ გზაზეც კი ანალოგიური სიტუაციაა. წყალი მოდის ისეთი მღვია ხანდახან რომ ტალახი ვერ დალევ. ისეთი ის არის და ბავშვები მარტო ცოდვები არიან, რა თქმა უნდა. მოწამვლის შემთხვევები თუ ყოფილა სოფელში? კი, იყო რომ რამდენად ხშირად არის ეს მოწამვლის ფაქტები? წვიმა რამდენი მოვა, იმდენი წვირია ტალახიანი წყალი მოდის. კარიერიდან ყოველდღიურად მანგანუმი ჯორჯია მანგანეც გააქვს. კომპანიის წარმომადგენლები კარიერებს წიაღისეულის მოსაპოვებლად აფეთქებენ, რის შედეგიცაა სოფელში სახლების უმეტესობის დაზიანება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში სამუშაოების გამო მისასვლელი გზაც დაზიანებულია. აქ გზა მქონა, მანქანა ჩამოდიოდა, ფეხითაც გააჩამოდიოდა, ახლა ვერაფერი აღარ მოდის შემეზოში. დაზიანდა. აი, მაგრამ აქანა ექსკავატორი აღამდა ჩამოღალდა, და გააფუჭეს თელი გზები სულ. და მაგრიეს დედახანა. რაც ძირითადად მოსახლეობას აწუხებს, ეს არის დამტვერიანება, გზის სავალი ნაწილის ძალიან დაზიანებულია, შეკეთება საჭიროებს, თითქმის გაუვალია თქვენ თვითონაც ნახეთ რგანის გზა. და დაპირება რჩება დაპირებად. ჭიათურის მაჟორიტარი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ცენტრალურ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა. მან კანონპროექტიც კი შეიტანა პარლამენტში, რომელიც 2 მოსმენით გავიდა. თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო მისი მიღება ამ დრომდე არ მომხდარა. კანონპროექტი ეს არის ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელზე ხელოვნურად შემცირებული გადასახადის ძველ ნიშნულამდე დაბრუნება. ანუ სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი გზა 2 მოსმენით მიღებულია ადამიანების და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა ინტერესების ხარჯზე ჩვენ კომპანიის აყვავებას არ არის სამართლიანი. კატასტროფა მოხდება, დამთავრდება, დაიხურება ჭიათურა მანგანუმის მოხმარების შემდეგ და მანამდეაც იცლება. ჩვენ გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა შობაცობასა და სიკვდილიანობას შორის. ჯორჯიან მანგანეთში აცხადებენ, რომ რეკულტივაციის პროცესი იმ კარიერებში, სადაც წიაღისეულის მოპოვება აღარ მიმდინარეობს, 2012 წლიდან დაიწყო. საერთო ჯამში კომპანია 90 ჰექტარი მიწის ფართობის განაშენიანებას გეგმავს. რაც შეეხება დაზარალებულ მოსახლეობას, კომპანიის პრესამსახურის ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს შეისწავლის და დაზარალებულ მოსახლეობას აუნაზღაურებს მას. ჭიათურის მუნიციპალიტეტში სულ 27 ღია კარიერია. როდის მოხდება რგანში კარიერების რეკულტივაცია და დაზარალებულების კომპენსირება, კომპანიის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია. ადგილობრივები კი ცხოვრებას დახმარების მოლოდინში აგრძელებენ. სიუჟეტი მომზადებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს სიდას მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში.